თანამედროვე ედით დაწერილი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართა განათლების სამინისტროში. მინისტრმა შაშკინმა საზოგადოებას ქართლის მოქცევის, შუშანიკის წამების, გრიგოლ-ხანძთელის ცხოვრებისა და სხვა ნაწარმოებების თანამედროვე ენასთან ადაპტირებული ვერსიები წარუდგინა. ქართული ჰაგიოგრაფიული შედევრები რამდენიმე წიგნადაა გამოცემული. პროექტი ვატიკანის საელჩოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. ეს წიგნები მთელი საქართველოს სკოლებში საჩუქრებად დარიგდება. პროექტის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან იქნება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული, რომელიც უფასოდ გაიგზავნება ყველა საჯარო სკოლაში და ჩვენ ბავშვებს ექნება შესაძლებლობა უკეთესად ისწავლონ ეს საგანი. ჩვენ გვინდოდა ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით გვეთარგმნა ნაწარმოებები ძველი ქართულიდან. დაუკავშირდით ქართველ პროფესორთა ჯგუფს, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს თარგმნა და მათი დახმარებით ჩვენ ეს წიგნები გამოვიცით. დღეიდან ყველა მსურველ შეიძლება ამ ნაწარმოებებს თანამედროვე ქართულ ენაზე გაეცნოს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ გვესმის კითხულობთ შუშანიკის წამებას და გვესმის ორიგინალში, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ სრულყოფილად არ გვესმის ხშირად, თუ სპეციალურად არ გვისწავლია ძველი ქართული და ამიტომ საჭიროა და ეს ყველა ერი ამას აკეთებს, საჭირო ახალ ქართულათაც იყოს.